ჩვენი მეგობარი, პარტნიორი, სპონსორი selfie რომანის ხომ იცით. Selfies რუბრიკა რომ გვაქვს ვილაპარაკოთ. დღეს ვილაპარაკებთ კრუასანის წარმოშობის ისტორიაზე. და საინტერესო ამბავია, სულაც არ იწყება კრუასანის წარმოშობის ისტორია საფრანგეთიდან. კრუასანი ყოფილა ავსტრიული. კიფელ გერმანული სიტყვა, რაც ნახევარმთვარეს ნიშნავს და სწორედ ავსტრიაში ნახევარმთვარის ფორმის პურივით ფუნთუშეულს პურის მაგვარ პროდუქტს აცხობდნენ. მანდედან წამოვიდა კრუასანის ფესვები და ისტორია, მაგრამ ისეთი ფორმით, როგორიც ახლა გვაქვს, ნამდვილად ფრანგების დამსახურება. იყო ესეთი აუგუსტ ზანგი, რომელმაც გახსნა საფრანგეთში ბულანჟერია, საფუნთუშე, სადაც ასევე ჰქონდა ეს კიფელი და სწორედ იქ ნახეს ფრანგმა მცხოვრებლებმა. შემდეგ თავიანთი ფრანგული საინტერესო ტექნოლოგიებით ოდნავ სახელუცვალეს, გახდა უფრო ფაფუკი, ფენოვანი, ხრაშუნა, კარაქის არომატით და სწორედ მათგან გვაქვს გადმოგვეცა კრუასანი. მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე იყო ასეთი ფორმით, როგორიც ახლა. კიდევ ერთი ლეგენდა არსებობს კრუასანთან დაკავშირებით. ლეგენდის თანახმად, პირველად ავსტრიელებმა გამოაწყვეს ნახევარმთვარის ფორმის კრუასანი ოტომანების და გამარჯვების აღსანიშნავად. ვენა იყო ოტომანების ალყაში გარშემორტყმული და როდესაც გაიმარჯვეს, ოტომანების დროშაზე გამოსახული ნახევარმთვარე გამოაწყვეს და იზეიმეს. მაგრამ ლეგენდების ნაკლებად მჯერა.